ბრალდებებს უარყოფენ ადრესატები. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირწმუნება, რომ ანდრობარნოვის წარმომადგენლებს დაწესებულების ადმინისტრაციისთვის ლექციის წასაკითხად ფართი არ უთხოვიათ. ადამ მახარაძის განცხადებით საუბარი იყო მხოლოდ სტუდენტების ინფორმირებაზე. Ხოლო ჩვენგან არ მოუთხოვია დარბაზი, უფრო მეტი ჩვენთან უნივერსიტეტში არის იმის შესაძლებლობა, რომ ცნობილ პიროვნებებს ჩვენ ვიწერთ ლექციების დასაკითხად და ამისათვის ვიხდით გარკვეულ თანხებსაც კი. და თუ ვინმე საკუთარი სურვილით გამოთქვამდა თავისი ლექციის საკითხს, მით უმეტეს ანდრობარნოვი, რომელიც საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, პოპულარული ადამიანია და არავის ეჭვი არ ეპარება მის კომპეტენციაში, მის საკითხულ ლექციაში, უნივერსიტეტი მას დიდი სიამოვნებით დაუთმობდა აუდიტორიას. მე მგონი ამაში რამე ესეთი სენსაცია გაუგებარი ან მიუხედრელი არ უნდა იყოს. როდესაც მობრძანდა წარმომადგენელი და თქვა, რომ სტუდენტების დაინტერესება დიდია და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი მე მგონი არ დაეტევა. მე ვუთხარი, რომ თქვენ ორგანიზაციამ მაშინ გააკეთეთ მომართვა ან რექტორის სახელზე, ან კანცლერის სახელზე, რომ შესაბამისად გამოგიყვანა აუდიტორია, არანაირი პრობლემა არ არის თქო და არც რექტორთან, არც კანცლერთან არანაირი წერილი არ შესულა. რაზე წოლაზეა საუბარი, მით უმეტეს სტუდენტურ თვითმმართველობაში და სტუდენტებთან, ვინ იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი ორგანიზაცია ვართ, არანაირი ზეწოლის ფაქტი არ ყოფილა არანაირად.